რუსთავის მერია და საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების კომისია რუსთავის წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე პროექტების მონიტორინგს აგრძელებენ. GVP-მ ხრამი რუსთავის მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დაიწყო. პროექტი 1 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალური მილსადენის შეცვლას ითვალისწინებს. ნინო ლაცაბიძე და დავით ნარმანია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარესთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. შეხვედრა რუსთავის მერიაში გაგრძელდა, სადაც 2026 წლის განმავლობაში დაგეგმილი სხვა პროექტებიც განიხილეს. ცნობისთვის Georgian Water and Power-ი მიმდინარე წელს რუსთავში 15 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. გვაქვს მიზანი და გეგმა, რომ რუსთავში წყალმომარაგების პრობლემები უნდა დავასრულოთ, ვაგრძელებთ სამუშაო შეხვედრებს სემეკთან, GVP-ის წარმომადგენლებთან ერთად. სამუშაო შეხვედრებზე ვაფრინებთ ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რაც მოსახლეობისთვის ჩვენს ქალაქში არის მნიშვნელოვანი. სახეზე გვაქვს უკვე შემცირებული ავარიები და უფრო უკეთესი და საიმედო წყალმომარაგების საკითხები, თუმცა ეს არასაკმარისია და ის სამუშაოები, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს, ეს ტემპი უნდა გაგრძელდეს, შენარჩუნდეს იმისათვის, რომ თითოეულ პრობლემას თითოეულ უბანში მივხედოთ სათანადოდ და მოვაგვაროთ ეს საკითხი. მიმდინარე წელს ჯამურად 15 მილიონამდე ლარის ინვესტიცია გვაქვს დაგეგმილი რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში, რომელიც გარდა მილსადენებისა, ასევე ხმარდება ენერგეტიკული თვალსაზრისით ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ მაქსიმალური დაზღვევა საპმპ სადგურების